ჩემს სოციალურ ქსელებში ხშირად მისმევენ კითხვას თუ დიეტის საქმე როგორ მიდის. სამწუხაროდ ჩვენ შორის დიდი ბზარია დიეტა თავისვისა, მე კი ჩემთვის. ყოფილებზე ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომაც მოვიმარგე ორნაბიჯი ყველა პროდუქტი, რათა მოვამზადო უგემრიელესი კანონი. ეხლა კი დროა შეუდგეთ საქმეს. ცომისათვის დაგჭირდება ფქვილი. ფქვილი უნდა გაიცრას როგორც შენი მეგობრები შენს ცხოვრებაში. ფქვილს დავუმატოთ გაცრელი კაკაო, ასევე დავუმატოთ ცოტაოდენი მარილი, დავუმატოთ შაქარი და ყველაფერი კარგად უნდა გადავორიოთ, როგორც ჩვენ გვეკადრება. ასევე ცომისათვის დაგჭირდება კვერცხი. კვერცხი დაგჭირდება ქათმის, არანაირი ინდაურის, არანაირი იხვის, არანაირი ბატის, არანაირი კვატის, არ დაგჭირდება მხოლოდ ქათმის. კვერცხს დავუმატოთ კონიაკი და ასევე ძმარი, გადავორიოთ ყველაფერი კარგად. მიღებული სითხე მოვათასოთ ფქვილში, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. თასი მოვათასოთ მიქსერში, მიქსერს გავუკეთოთ მოსაზელი საცმი. ერთიან სიჩქარეზე მოვზილოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის ცომი. მზა მიღებული ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. ჩვენი სათუთი ხელების დახმარებით კი დავამუშაოთ ცომი 5 წუთის განმავლობაში. გადავაკრათ გადასაკრავი პარკი და დავასვენოთ ცომი მაცივარში 1 საათის განმავლობაში. 1 საათის შემდგომ სამუშაო მაგიდა დავფქვილოთ, მოვათასოთ ცომი და გავყოთ ცომი 4 ტოლ ნაწილად. ყოველივე ცომის გუნდას მოვაყაროთ ყველა მხრიდან ფქვილი. შემდგომში საფრთხელებელის დახმარებით დავიწყოთ ცომის გაბრტყელება. სიმართლე თქვა, მამა პაპურად გაბრტყელება დამეზარა, ამიტომაც გავაბრტყელე ელექტროსაფრთხელებელში. შემდგომში გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე ცომი და ამოჭროთ ყალიბის დახმარებით დისკები. მიღებული დისკები მოვათასოთ ლანგარზე, ისე რომ ერთი მეორეს ზედაპირზე ედებოდეს. გადავაკრათ გადასაკრავი პარკი, რათა არ გამოშრეს. მორჩენილი ცომი გადავზილოთ და გადავაკრათ გადასაკრავი პარკი და ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 9 საათით. 9 საათის შემდგომ ანალოგიურად გავაბრტყელოთ. ასევე დაგჭირდება ერთი ცალი კვერცხი. კვერცხი უნდა ავთქვიფოთ სათქვეფის დახმარებით. ფუნჯის დახმარებით ცომის ზედაპირზე წავუსვათ. ცომის დისკების ზედაპირზე მოვათასოთ ყალიბი. შევახვიოთ როგორც არის ნაჩვენები ამ მეთოდით. ანალოგიურად ვიმეორებთ დანარჩენ კანოლიზეც. ეხლა კი დაგჭირდება 1 წლის მარაგის ზეთი, რომელსაც გავაცხლებთ 170 გრადუსამდე. გაცხლებულ ზეთში მოვათასოთ კანოლი. შევწვათ ოქროსფერ ზედაპირამდე. კარგად დაბრაწული კანოლები მოვათასოთ ლანგარზე, რომელზეც იქნება დაფენილი წინასწარ სალფეტკი, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. გაგრილებული კანოლიდან მოვაშოროთ ყალიბები და დროებით გადავდოთ. ეხლა კი მოვამზადოთ კრემი. კრემისათვის დაგჭირდება ოთახის ტემპერატურის კარაქი. კარაქი უნდა ავთქვიფოთ ჰაეროვან სტრუქტურამდე. ათქვეფილ კარაქში დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კრემყველი, ასევე დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვანილინი და რა თქმა უნდა, თუ ბავშვები არ მიერთმევენ, ცოტაოდენი კონიაკიც დავუმატოთ. კვლავაც ავთქვიფოთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვანი სტრუქტურის კრემს. მზა მიღებულ კრემში დავუმატე შოკოლადის ცრემლები, რომელიც სახში გამაჭდა. ყველაფერი კარგად უნდა გადავორიოთ და შემდგომში მოვათასოთ საკონდიტრო ტომარაში. ტომარის დახმარებით კი დავკრემოთ კანოლი. საბოლოოდ კანოლების ზედაპირზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი კანოლი გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არ ენანებთ, ნამდვილად გემრიელია.